მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენ რეგლამენტის მიხედვით სექტემბრის თვეში გვაქვს ვალდებულება კომიტეტის ხდომის ჩატარების და ვფიქრობ დღევანდელი ხდომა საკმაოდ საინტერესო იქნება. გვაქვს ერთი საკითხი, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის ანგარიშის მოსმენა, კერძოდ შრომის ინსპექციის სამსახურის ანგარიში არის, რომელიც მოიცავს 2024 წლის საქმიანობას და მოხსენებელი იქნება შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორი ბატონი ბექა ფერაძე. მოგესალმებით, ბატონო ბექა, მივესალმები. თქვენს თანხლებ პირებს. პირველ რიგში, კოლეგებო, აუცილებელი არის, რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი, სწორედ ფორმითაც არის დარიგებული და ვინ არის მომხრე. კეთილი, ბატონო ბექა, დაახლოებით 10 წუთი ალბათ საკმარისი იქნება მოხსენებისთვის, დამატებით იქნება დრო, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობაც იქნება. ეხლა გთხოვთ ტრიბუნასთან წარმოგვიდგინოთ 2024 წლის ანგარიში. დიდი მადლობა. მოგესალმებით, ბატონო თავმჯდომარე, პატრიცემულო პარლამენტის წევრებო. წარმოგიდგენთ 2024 წლის შრომის ინსპექციის ანგარიშს. ზოგადად შრომის ინსპექციის ფუნქციონირება ქვეყანაში, როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლიდან იწყება, ეტაპობრივად ფართოვდებოდა მანდატი და მოიცავდა როგორც შრომის უსაფრთხოების, ასევე შრომის უფლებრივი მიმართულებით სხვადასხვა რეგულირების სფეროს და სრულფასოვანი მანდატით უკვე 2021 წლიდან არის წარმოდგენილი როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მანამდე, როგორც მოგეხსენებათ, იყო დეპარტამენტის სახით ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში და დღესაც სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო. 2021 წლიდან შრომის ინსპექციის მანდატი მოიცავს როგორც შრომის უსაფრთხოების რეგულირებას და ამ კუთხით ჩვენ ხელმძღვანელობთ საქართველოს ორგანული კანონით შრომის უსაფრთხოების შესახებ, და შესაბამისად თემატური ტექნიკური რეგლამენტებით, რომელიც არაერთია. 2021 წლიდან სრულად გავრცელდა საქართველოს შრომის კოდექსზე შრომის ინსპექციის მანდატი და ამ კუთხით როგორც შრომის კოდექსს, ასევე თემატურად დაკავშირებულ რეგლამენტებს აღვასრულებთ. ამასთანავე იძულებით შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის მიმართულებით 2016 წლიდან აქტიურად ვართ ჩართული სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში, სხვადასხვა კოლეგა საგამოძიებო უწყებებთან ერთად და ასევე აკრედიტაციის პროგრამა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც 2019 წლიდან შრომის ინსპექციის სამსახურში არის. ჯამში არის 6 დეპარტამენტით წარმოდგენილი შრომის ინსპექციის სამსახური შესაბამისი თემატური სამმართველოებით და 2024 წლის მიმართულებით 167 საშტატო ერთეულით იყო განსაზღვრული თანამშრომელთა ოდენობა, საიდანაც ფაქტობრივად დიდი ნაწილი, დაახლოებით 120 იყო უშუალოდ ინსპექტირებასთან დაკავშირებული პირები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ზედამხედველობას ამა თუ იმ საკანონმდებლო აქტის აღსრულებაზე, დანარჩენი უკვე ხელშემწყობი სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ჩვენ კანონით, შრომის ინსპექციის შესახებ კანონით გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის ქალისა და მამაკაცის თანაბარი დასაქმების მიმართულებით და აქაც ბალანსი შენარჩუნებული არის, შეძლების დაგვარად ბუნებრივია, ვინაიდან გარკვეული სპეციფიკა სამსახურს ახასიათებს, ამიტომ მაქსიმალურად არის გათვალისწინებული აღნიშნულიც სამსახურის ფუნქციონირების ეტაპზე. წლიდან წლამდე და 2021 წელს ვღებულობს საზომად, ვინაიდან ყველა მიმართულება არის ფუნქციონირებადი 2021 წლიდან, იზრდება განხორციელებული ინსპექტირების მაჩვენებელი და ანგარიში დეტალურად არის წარმოდგენილი, მატება ფიქსირდება ყოველწლიურად შემოწმებული ობიექტების მიმართულებით. ფაქტობრივად ჩვენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გვაქვს პრიორიტეტული მიმართულებები და პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით აბსოლუტურად ყველა დარგს ვამოწმებთ, არა მხოლოდ მშენებლობას, არამედ ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორი არის შემოწმებული. ანგარიში დეტალურად არის წარმოდგენილი, თუმცა ცხადია პრიორიტეტი იმას ნიშნავს, რომ სადაც უფრო მეტი რისკია, იქ მეტი ზედამხედველობა ხორციელდება და პრიორიტეტულად ცხადია მაღალი რისკის შემცველი სექტორები არის შემოწმებული. დავიწყებ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, ჯამში 3200-ზე მეტი ინსპექტირება განხორციელდა, შეეხო 84,000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. და აღსანიშნავია, რომ სახდელის გამოყენების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 6% არის შემცირებული. ცხადია, ვლინდება სხვადასხვა ეკონომიკურ სუბიექტთან გარკვეული გამოწვევებიც, ფიქსირდება, ძირითადად ეს არის რისკების შეფასების, სწავლების, ინსტრუქტაჟის
უსაფრთხოების ნიშნების თუ ტექნიკური აღჭურვილობის გაუმართლების მიმართულებით, თუმცა აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე და ანგარიში ამაზე დეტალურად არის ანგარიში წარმოდგენილი, რომ შემცირების და დადებითი დინამიკის მაჩვენებელი არის ყველა მიმართულება, მათ შორის დარღვევების გამოვლენის მიმართულებით თუ უშუალოდ კონკრეტული უსაფრთხოების ნორმის დარღვევის მიმართულებით სხვადასხვა ეკონომიკურ სუბიექტთან. მათ შორის ისეთი კომპანიების მატებაც ფიქსირდება, სადაც უკვე როდესაც მივდივართ პრევენციულად და ზოგადად შრომის ინსპექციის მანდატი მოგეხსენებათ არის პრევენციაზე დაფუძნებული თანამედროვე მსოფლიოში პირველად ინსპექტირების პროცესშიც კი უკვე მზად ხდებიან კომპანიები და გაფრთხილებაც კი არ არის საჭირო ხშირ შემთხვევაში სასიხარულოა რომ ასეთი ტენდენციები უკვე აქტიურად იკვეთება. როგორც ინციდენტების სამუშაო ადგილზე, ასევე ფატალური უბედური შემთხვევების მიმართულებით წლიდან წლამდე გვაქვს კლება და 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 44%-ით არის შემცირებული ფატალური უბედური შემთხვევების მაჩვენებელი სამუშაო ადგილზე. 2025-ის ანგარიში ეს არ არის, მაგრამ აქვე მოგახსენებთ, რომ 2025 წელს წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-იანი კლება ფიქსირდება ფატალური უბედური შემთხვევების მიმართულებით სამუშაო ადგილზე. რაც შეეხება შრომის უფლებების ზედამხედველობას 2021 წლიდან არის ეს შრომის ინსპექციის ზედამხედველობის სფერო, ვრცელდება როგორც შრომის კოდექსზე, ასევე შრომით მიგრაციის შესახებ კანონზე, საჯარო სამსახურის შესახებ კანონზე და 36 დადგენილებაზე საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკების მინიმალურ ანაზღაურებას გულისხმობ და ამ კუთხით დეპარტამენტის საქმიანობა მოიცავს შრომით უფლებების ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მთავარი მიზანი არის შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა. ამ კუთხით 2200-ზე მეტი აქტივობა განხორციელდა, აქ გულისხმობ როგორც ინსპექტირებას, ასევე რეინსპექტირებას და პრევენციულად კონსულტაციის მიწოდებას უშუალოდ ბიზნეს სუბიექტებისთვის, აქაც ფაქტობრივად ყველა ეკონომიკური სექტორი არის შემოწმებული წლის განმავლობაში და ამ შემთხვევაში შეეხო 29000-ზე მეტ ფაქტობრივად 30000-მდე დასაქმებულ პირს შრომის უფლებების ზედამხედველობა. აქ გამოწვევები ძირითადად ფიქსირდება გამოვლენილ დარღვევებს გულისხმობ შრომით პირობების არსებით პირობებში, როგორც არის სამუშაო დრო, შესვენების დრო, მშვებულებასთან ან ხელფასთან დაკავშირებული გამოწვევები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებთან შედარებით აქაც პრევენციულად, როდესაც ვამოწმებთ კომპანიებს, დადებით დინამიკა არის და შემოწმების პროცესში გაზრდილია იმ კომპანიების მაჩვენებელი, რომლებიც მზად ხდებიან და დარღვევები არ უნდება შემოწმების დროს. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება შრომის ინსპექციის სამსახურის არის არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დაცვა. ამ კუთხით 9 ობიექტზე გამოვლენილია 30 სამართალ დარღვევა, 30 არასრულწლოვნის მიმართ. იყო როგორც მშენებლობის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, დამხმარე მომსახურების საქმიანობის და განთავსების საშუალებებში დაფიქსირებული აღნიშნული ფაქტები. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ასევე არის დისკრიმინაცია და მის ზედამხედველობა ჩვენი სამსახურის. ჯამში 250-მდე კომპანია იქნა შემოწმებული და 72 ფაქტი გამოვლინდა დისკრიმინაციული მოპყრობის. მათ შორის აღსანიშნავია ასაკის ნიშნით, სქესის ნიშნით და გარეგნობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები. იძულებითი შრომაზე მოგახსენეთ და ესეც არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი სამსახურის. 300-მდე ობიექტი იქნა დამტკიცებული, რომელზეც ზედამხედველობაც განხორციელდა. ერთ ობიექტზე გამოვლინდა იძულებითი შრომის შესაძლო ნიშნები და უკვე შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამისი ნორმატიული აქტების მიხედვით გადაეგზავნა საქმე უკვე საგამოძიებო უწყებებს. მიგრაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე 2024 წელს ჩვენ დავიწყეთ ეს ჩვენთვის სიახლე იყო, როდესაც მიგრანტების კონტროლი დაგვივალა, ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს ბაზა, სადაც ვალდებულია ნებისმიერი კომპანია უცხოელის რეგისტრაცია მოახდინოს. 120 კომპანია შემოწმდა ამ მიმართულებით, გამოვლინდა 57 კომპანიაში დარღვევები, თუმცა ეს იყო პირველი წელი და ეხლა პარლამენტმა, როგორც თქვენთვის ცნობილია, კიდევ გაამკაცრა მიგრაციის მიმართულებით კანონი, რომელზეც ზედამხედველობაც უკვე ჩვენ რომელზეც ზედამხედველობასაც 2026 წლიდან დავიწყებთ, 1 მარტიდან შედის ძალაში, ამიტომ იქ კიდევ უფრო გაფართოებული მანდატი გვაქვს, მათ შორის თუ არალეგალურად მუშაობს შესაბამისი სახდელების გამოყენების და ამაზე უკვე მომავალ წელს მოგახსენებთ უფრო დეტალურად. დაახლოებით 1000-მდე უსაფრთხოების სპეციალისტი დაემატა, უსაფრთხოების სპეციალისტი და რიგს გასული წლის განმავლობაში.
ასევე მივიღეთ რამდენიმე კანონქვემდებარი აქტი. პირველი აღსანიშნავია, რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფონზე გვაქვს გარკვეული ვალდებულებები და ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. რეგლამენტი, რომელიც მივიღეთ, ეს არის სამუშაო სივრცეში, სამუშაო მოწყობილობებისა და გამოყენების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები, რომელიც დამტკიცდა 2025 წლის 135 საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ასევე საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა კუთხით განახორციელეთ ცვლილებები და ისეთი კლინიკები, სადაც ვერ ხერხდება ან არ უხდის დასაქმებულ ადამიანებს კუთვნილ ანაზღაურებას მინიმალურ ხელფასს გულისხმობ, უკვე სპეციალური ანგარიშის მეშვეობით ხდება შრომის ინსპექციის კონტროლება და ანგარიშზე თანხების ჩარისხვა ჯანდაცვის სამინისტროდან და ეს იძლევა უტყუარ გარანტიას იმისა, რომ დასაქმებული ადამიანი მეტპერსონალი მიიღებს ხელფასს და ამაზე უკვე შრომის ინსპექციის დასტური იქნება საჭირო თუ რომელიმე კლინიკაში ამის გამოწვევა იქნება. რაც შეეხება ცნობიერების ამაღლებას, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ასევე ჩვენი სამსახურის, არაერთი საინფორმაციო შეხვედრა განხორციელდა გასული წლის განმავლობაში, გავრცელდა ვიდეო რგოლები მასმედიის საშუალებით ასევე და სამომავლოდ ჩვენ იმისთვის, რომ სამუშაო ადგილი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო, ჯანსაღი და უფლებები იყოს დაცული, აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას ბიზნესსა და დასაქმებულ ადამიანებთან და საკანონმდებლო ნორმების დახვეწას იმისთვის, რომ უსაფრთხო სამუშაო გარემო იყოს ჩამოყალიბებული ჩვენ ქვეყანაში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ბექა, საკმაოდ შრომატევადი და შინაარსიანი სამუშაო, რომელიც გაწია შრომის უსაფრთხოების სამსახურის ინსპექციის სამსახურმა საკმაოდ ლაკონურ დროში იქნა წარმოდგენილი და ფიქრობ ძალიან დინამიური და საინტერესო მოხსენება იყო. პირველ რიგში ჩვენი აპარატის და კომიტეტის წევრებს თხოვ ჩემს კოლეგებს ხომ არ გაქვთ სურვილი კითხვების დასმის. მე მექნება რამოდენიმე კითხვა თქვენთან ბატონო ბექა. პირველ რიგში მადლობით დავიწყებ, მე მადლობას გადავხდი თითოეულ შრომის ინსპექტორს, ვინც ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ეწევა, შრომითი უფლებების დაცვა, შრომითი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ასევე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტური მექანიზმების გადადგმა. ეს ყველაფერი პირველ რიგში ჩვენთვის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტისთვის, რა თქმა უნდა, არის პრიორიტეტული მიმართულებები, ვინაიდან სწორედაც რომ ადამიანის უფლებების დაცვასთან არის დაკავშირებული პირველ რიგში, ამიტომ ფაქტი არის, რომ წლიდან წლამდე ეს უწყება, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, უკვე საკმაოდ ეფექტურად ეწევა თითოეულ მიმართულებით საქმიანობას, ეს ნამდვილად არის დასაფასებელი, ამიტომ თქვენი სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ შრომის ინსპექტორს მე მინდა მადლობა გადაუხადო, რომ ისინი ემსახურებიან საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას და ემსახურებიან უფრო მაღალი გარანტიების შემუშავებას. ეხება თვითონ კითხვების ნაწილს, ფაქტობრივად მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები მაინტერესებდა თქვენ ამოწურავად ისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, ერთ კითხავთ დაახლოებით რა სახის დარღვევები იქნა აღმოჩენილი საკითხებიდან გამომდინარე, რაც თქვენ ძირითადად რა შინაარსის საკითხები იკვეთება, გასაგები არის, რომ მომდევნო წლიდან უფრო ფართო მანდატი იქნება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამასაც დავაკვირდებით, როგორ იმუშავებს, მაგრამ აი მანამდე, თქვა სამზადისში რაიმე მხარდაჭერა ხო არ გჭირდებათ, ესეც საინტერესო არის ჩვენთვის, ვინაიდან არის მიღებული ნორმები მნიშვნელოვანი არის, რომ ეფექტურად ხორციელდებოდეს. მეორე საკითხი, რაც მაინტერესებს, ხშირად ხოლმე თითქოს მეორე პლანზე გადადის, არა და როდესაც ჩვენ საუბრობთ დისკრიმინაციის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, კანონი მნიშვნელოვანია, სასამართლოს პრაქტიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმი, რომელიც აი ამ ყველაფრის იმპლემენტაციას იწვევს და ამავდროულად იწვევს სწორედაც რომ პრევენციას, რომ თითოეული თქვა ისეთი დადგენილი საკითხი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ
დავიცავით თქვა შესაძლო დისკრიმინაციისგან არაერთი ჩვენი მოქალაქე, აი ამაზეც ასაც საჭირო ჩათვლით ცოტა უფრო ფართოდ რო ვისაუბროთ, საინტერესო იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის და კიდევ ერთი კითხვა, რაც ახლა ვფიქრობ, რომ არის ასევე აქტუალური და მნიშვნელოვანი, თუ ხედავთ აი ამისეთ საკითხებს, საშიც მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის როლი ჩვენი თანამშრომლობისათვის, რომ თქვა ცალკეული მიმართულებები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს. ნუ ერთი საკითხი არის სასაკვირველია, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავება და დამტკიცება ხდება საშემოდგომო სესიაზე, ამ მხრივ ჩვენი კომიტეტი აქტიურად უყურებს ასევე შრომის ინსპექციის მიმართულებას, რომ შესაბამისი ასიგნებები იყოს განხორციელებული, ვინაიდან მოთხოვნა იზრდება, ბევრი მიმართულებით თქვა და იგივე კომპანიების მუშაობა ვითარდება და შესაბამისად დასაკვირველი არის შრომის ინსპექციის საჭიროებაც წლიდან წლამდე იზრდება ჩვენი ქვეყნისთვის პირველ რიგში. აქედან გამომდინარე, ეს პროცესები ადეკვატურად უნდა მისდევდეს, ერთმანეთს დასაკვირველია იხსნება ახალი საწარმოები, იხსნება თქვა და ხორციელდება სხვადასხვა ინვესტიციები და როდესაც ეს პროცესი პროაქტიულად მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, შრომის ინსპექციაც უნდა მიყვებოდეს ადეკვატურად ამ ყველაფერს, ამას შესაბამისი რესურსები ჭირდება და დასაკვირველია ჩვენ ამას ყოველთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად ვინიშნავთ ხოლმე, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტზე მუშაობთ, მაგრამ სხვა საკითხებიც შეიძლება იყოს, რაც თქვა პრაქტიკაში გამოვლინდა, მიგნებები შეიძლება აკეთებოდეს და აქაც თუ სადმე ხედავთ იმ როლს, რომ საზედამხედველო საქმიანობის გარდა რაღაც სხვა საკითხები იყოს, ჩვენი თანამშრომლობის ჭრილში ამისთვისაც მზად ვართ და ეს კითხვაც მექნება თქვენთან, რასაკვირველია თქვენზე კარგად ეს ახლა ამ შემთხვევაში არავინ არ იცის, ასე რომ კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ, მადლობა თქვენი სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ შრომის ინსპექტორს. დიდი მადლობა დადებითი შეფასებისთვის. დავიწყებთ დისკრიმინაციაზე და მის არმგზავრდ ნორმებზე ზედამხედველობით. როგორც უკვე მოგახსენეთ, 72 ფაქტი იქნა დისკრიმინაციის გამოვლენილი გასულ წლის განმავლობაში. ჩვენ ზედამხედველობას ვახორციელებთ არა მხოლოდ უშუალოდ შრომით ურთიერთობაში, არამედ მათ შორის ვაკანსიის გამოქვეყნების ეტაპზეც. ამ შემთხვევაში ვაკანსიის გამოქვეყნების ეტაპზე ვლინდება მეტწილად ფაქტობრივად ნახევარზე მეტი გამოვლენილია, როდესაც ასაკის ნიშნით ან გარეგნობის ნიშნით, როდესაც მოთხოვნილია ამ შემთხვევაში 40 წლამდე მამაკაცის დასაქმება ან პირობითად სარესტორნო სივრცეში აუცილებლად ერთ-ერთი შემთხვევა ჰქონდა აუცილებლად იყო მიმტანის პოზიციაზე კაცის დასაქმების ვალდებულება და როდესაც ჩავიკითხეთ თუ რატო ხდებოდა აღნიშნული ასეთი არგუმენტი იყო, რომ როდესაც ხაჭაპური მიქონდა, ფიზიკურად ძალიან ძნელი იყო გოგოსთვის სიმძიმის აწევა და ასეთი პრიმიტიული ხაჭაპურსაც გააჩნია კი. ცხადი ამ შემთხვევაში მსგავს ტიპის გადაწყვეტილებები, როდესაც სამსახურის მიერ არის მიღებული პრევენციასაც ემსახურება, ჩვენ მუდმივი კონსულტაცია გვაქვს და გამოსწორდა აღნიშნული ფაქტი კომპანიაში ლეგიტიმური მიზანი, რაც არ არის დასაბუთებული ცხადი გადაწყვეტილება ადეკვატურია სამსახურის მიერ მიღებული. ძირითადად მაინც არის ეს ასაკის ნიშნით, გარეგნობის ნიშნით და ერთ-ერთი შემთხვევა ჰქონდა ხელშეკრულების სტატუსიდან გამომდინარე, შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ვადიანსა და უბადოს შორის იყო განსხვავებული პირობები და აქაც დავადგინეთ გარკვეული დისკრიმინაცია. რაც შეეხება მიგრაციის მიმართულებით, აქ როგორც მოიხსენებათ, ლიმიტირებულია შრომის ინსპექციის მანდატი. პირველ რიგში აქ არის, როდესაც ვამოწმებთ კომპანიებს, თუ გვხვდება შემთხვევა, როდესაც არსებითი პირობები არის დარღვეული, არა აქვს ამას მნიშვნელობა, უცხოელი იქნება თუ ქართველი, ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებას ვიღებთ და გაწერილი არის კანონში მინიმალური კრიტერიუმები, რას უნდა აკმაყოფილებდეს უცხოელის შრომითი კონტრაქტი. გარდა ამისა, კომპანიებს აქვთ ვალდებულება პერიოდულად წარადგინონ ანგარიში ჯანდაცვის სამინისტროში წლიდან წლამდე გაწეული საქმიანობის შესახებ. ეს ეხება საშუალო კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთის მიმართულებით ადამიანთა გაგზავნას. საშუალო კომპანიების ვალდებულებების შეუსრულებაზე ვახორციელებთ ზედამხედველობას და რა იქ შემთხვევაში იქნა გამოკვეთილი დარღვევები და სრულფასოვანი მანდატი, როგორც მოგეხსენებათ, უკვე 2026 წლიდან იქნება მინიჭებული, სადაც არა მხოლოდ რეგისტრაციას და ანგარიშის წარდგენას, არამედ მათ შორის თუ ბინადრობის ნებართვა არ იქნება და დასაქმებული იქნება, ამაზეც უკვე ზედამხედველობას განვახორციელებთ და შესაბამისი
პროცესით მოხდება ზედამხედველობა აქ ჩართული იქნება სხვა კოლეგა უწყებებიც ბუნებრივია, ვინაიდან გაძევების უფლება შრომის ინსპექციის სამსახურს არ აქვს, თუმცა აქვს დღე-ღამის ნებისმიერ დროს ბიზნეს სუბიექტების შემოწმების უფლებამოსილება და ასეთ შემთხვევაში უკვე თუ მოხდება, გამოვიყენებთ შესაბამის რეფერირების მექანიზმს. შემდგომი ქმედებისთვის, რაც შეეხება თანამშრომლობას, არაერთია საკითხი, სადაც პარლამენტის ჩართულობა იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში მხარდაჭერის მიმართულებით, ბიუჯეტი თქვენ როგორც უკვე აღნიშნეთ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ცნობიერების ამაღლების და სხვადასხვა მათ შორის საკანონმდებლო აქტების დახვეწის მიმართულებით გარკვეული გამოწვევები არსებობს, მათ შორის ტექნიკური რეგლამენტების შემუშავების პროცესში მართალია ეს მთავრობის პრეროგატივაა, მაგრამ ვინაიდან გამომდინარეობს კანონიდან, მნიშვნელოვანია რომ ერთობლივად მოხდეს ამაზე მუშაობა და ჩვენ ამ აქტიურ ფაზაში ვიქნებით ჩართული პარლამენტთან ერთად. მოხარული ვარ რომ ამის სურვილი არსებობს და გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით. კეთილი, დიდი მადლობა პასუხებისთვის. ბატონო ბექა, ერთი კითხვა მექნება. ასევე თქვენ ახსენეთ და კარგია რომ ეს შენიშვნა იყო თქვენის მხრიდანაც, რომ მათ შორის ვაკანსიების გამოცხადების დროსაც აი ამ საკითხებსაც სწავლობთ თქვენ და უბრალოდ მაინტერესებს ხო არ ყოფილა ესეთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს მოუმართავს, რომ ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და მისთვის როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის თანაბრად არ იყო გამოცხადებული განცხადება ვაკანსიასთან დაკავშირებით. ესეთი შინაარსი შეტყობინება ხომ არ არის შემოსული თქვენთან? თემატურად კურატორი მოადგილე უპასუხებს ამ შეკითხვას. მოგესალმებით. კი, ჩვენ ვიღებთ დისკრიმინაციის მიმართულებითაც არაერთ საჩივარს, ზოგადად აღნიშნავ, რომ მარტო 2024 წელს 516 საჩივარია მიღებული ზოგადი შრომითი უფლებების დარღვევის მიმართულებით და აქედან 150-მდე იყო დისკრიმინაციის მიმართულებით. ჩვენი კამპანიის ფარგლებში, რომელსაც ვახორციელებთ მოწყვლადი ჯგუფის მიმართ, გვაქვს ინფორმაცია ის, რომ შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოგმართონ. ამის საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ არაერთი საჩივარი, ის რომ სამუშაო აღწერილობები, იქ მითითებული მოთხოვნები პირდაპირ ანირიბად გამორიცხავდა შეშმო პირის დასაქმების შესაძლებლობას. ანუ გასაუბრებამდეც ვერ იძლეოდა, ან განაცხადის მიღებამდეც ვერ იძლეოდა პირის მისვლის შესაძლებლობას. რაზეც რა თქმა უნდა მოვახდინეთ რეაგირება და კომპანია როგორც ინფორმირებული იქნა, იმიტომ რომ უმეტესწილად ეს გაუფრთხილებლობით არის ხოლმე განპირობებული, ეს გამიზნული მიზანი ნაკლებად არის ხოლმე შეინიშნება კომპანიებში და სამწუხაროდ მოგვიწია პასუხისმგებლობის დაკისრებაც, თუმცა ეს პროცესი ჩვენთან არ სრულდება, პერიოდულად ვამოწმებთ, რამდენად გამოასწორა ან როგორი პროცესი მიმდინარეობს და განმეორების ფაქტი აღარ დადგენილა. კეთილი, მე ვიტყოდი რომ ეს სამწუხარო არ არის, პირიქით ძალიან კარგი, რომ პასუხისმგებლობის დადგენა გამოიწვია ყველაფერმა და თქვენმა სამსახურმა ეს ნიშნავს, რომ დაიცვა შეშმო პირის უფლება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ პირიქით ეს ნამდვილად ერთ-ერთი კარგი кейსი არის ჩემი აზრით. მე ეს კითხვა დავსვი ასევე იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ საპარლამენტო მოსმენები გვაქვს ანგარიშვალდებული სამსახურების, გარდა იმისა, რომ ამით ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა, ეს ასევე ძალიან კარგი შესაძლებლობა არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით შესაბამისი გზავნილების უზრუნველსაყოფად. მე დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი შეშმო პირი ადევნებს თვალყურს ამ კომიტეტის ხდომას, ამიტომ როდესაც ერთი ესეთი შემთხვევა მომართვიანობით, მე ვფიქრობ, რომ რეალურად უფრო მეტი იქნება შეშმო პირებისათვის, მაგრამ მათი აქტიურობა სასაკვირველია ამ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც თავარია ჩვენ გვაქვს ამისი დადებითი პრაქტიკა, პრეცედენტები, ამიტომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის და თუ სადმე ვინმე ფიქრობს, რომ თუნდაც ვაკანსიის გამოცხადების დროს მისი როგორც შეშმო პირის საჭიროებები არ იყო გათვალისწინებული, შრომის ინსპექცია არის ის სამსახური, რომელიც ამ საკითხს მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტით მოეკიდება და ერთ აგურს დადებს ნამდვილად შეშმო პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. სულ ეს იყო კითხვები და მოსაზრებები, კომენტარები, რაც ჩვენგან ამ სკოდომის ფარგლებში იყო მნიშვნელოვანი. თუ დასწრითი სიტყვისთვის გსურთ ბატონო ბექა და შეგვიძლია უკვე დავასრულოთ კომიტეტის ხდომა. დიდი მადლობა. კეთილი, ვადლობთ და ჩვენ სანამ დავასრულებთ, აუცილებელი არის რომ დადებითად შევაფასოთ შრომის ინსპექციის სამსახური და ვინ არის მომხრე, რომ კომიტეტმა მხარი დაუჭიროს მის დადებით შეფასებას. მადლობა. კომიტეტის ხდომა დასრულებული.